პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი არასაპარლამენტო ოპოზიციას პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას თავაზობს. კახა კუკავამ აღნიშნული ინიციატივით სალომე ზურაბიშვილს, ნინო ბურჯანაძეს და შალვა ნათელაშვილს მიმართა და საკითხზე პრაიმერის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ კახა კუკავა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს. სოციოლოგიური გამოკითხვა ან პრაიმერი, რომლის შედეგადაც შერჩეული იქნება არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, რომელსაც ექნება სერიოზული შანსი, რეალური შანსი იმისი, რომ მიიყვანოს არჩევნები მეორე ტურამდე და მეორე ტურში დაამარცხოს ხელისუფლების კანდიდატი. ბუნებრივია, რომ ჩვენი მიმართვის ადრესატები არიან პირველ რიგში ქალბატონი ზურაბიშვილი, ქალბატონი ბურჯანაძე, ბატონი დავითაშვილი, ბატონი ნათელაშვილი, ის კანდიდატები, რომლებიც ძირითადად ინაწილებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის ხმებს. ამ არჩევნებში არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ხელისუფლება ყოველ შემთხვევაში მისი გარკვეული ფლანგი მუშაობს არამხოლოდ იმაზე, რომ გიორგი მარგველაშვილმა მიიღოს პირველი ადგილი, არამედ ქართული ოცნება ზრუნავს აგრეთვე იმაზე, რომ დავით ბაქრაძემ დაიკავოს მეორე ადგილი და შემდგომ ერთმანეთს მიულოცონ მარგველაშვილმა ბაქრაძეს თავის მეორე ადგილი და ბაქრაძემ მარგველაშვილს თავისი პირველი ადგილი.